ალბათ ბევრს გაგჩენიათ ეს კითხვა. გამოუწევია თუ არა რომელიმე მგზავრს რამე ავიაშემთხვევა, იმით რომ არ გამოურთავს ტელეფონი. და ვეცდებით ამ ვიდეოში გავცეთ მაგ კითხვას პასუხი. მოგესალმებით. 1971 წელს ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ აღმოაჩინა, რომ ზოგ გადასატან FM რადიოს შეუძლია ხელი შეუშალოს თვითმფრინავის სანავიგაციო სისტემებს, მათი სიხშირეების გადაფარვით. ამის გამო მათ აკრძალეს თვითმფრინავზე თითქმის ყველანაირი ელექტრომოწყობილობის ატანა, მაგრამ ავიახაზებს კვლავ შეეძლოთ შეემოწმებინათ ეს ელექტრომოწყობილობები და დაეძლიათ ეს შეზღუდვები. ეს ვრცელდებოდა ყველა მოწყობილობებზე, გარდა ტელეფონებისა, რადგან ტელეფონების უფლებებს მართავს სხვა ორგანიზაცია, ფედერალური კომუნიკაციების კომისია. მიწაზე შენობებით და მთებით შემორტყმულ ტელეფონს ხშირად მხოლოდ 1 ან 2 სატელეფონო ანძის დანახვა შეუძლია ერთდროულად, მაგრამ ჰაერიდან იგი 10, 20 ან უფრო მეტსაც ხედავს. შეშფოთებას ის იწვევს, რომ როდესაც თვითმფრინავში მყოფი 200 მობილური გადაადგილდება 800 კმ/სთ, მათ შეუძლიათ ერთდროულად და სწრაფად დაუკავშირდნენ ძალიან ბევრ ანძებს. ეს იწვევს ინფრასტრუქტურის გადატვირთულობას. ასე ფიქრობდა FCC. ასე რომ მათ 1991 წელს აკრძალეს ჰაერში ტელეფონების გამოყენება, მაგრამ ამ თეორიას პრობლემა აქვს. თვითმფრინავი არის დიდი მეტალის დახურული სივრცე, ისეთივე როგორიც ფარადეის გალია. მას უნდა შეეძლოს ყველანაირი ელექტრომაგნიტური სხივების ჩახშობა. ზუსტად ამის გამო თავად თვითმფრინავის ანტენები არის დამაგრებული ფიუზელაჟის გარედან. გამოდის, რომ თქვენი ტელეფონის სიგნალს შეუძლია მხოლოდ ფანჯრებიდან გაღწევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ტალღები ჰორიზონტალურად ვრცელდება თვითმფრინავის გვერდებიდან. ამიტომ ტალღებს მოუწევთ ძალიან დიდი მანძილის ძგავლა, სანამ მიაღწევენ მიწას. და როგორაა საქმე მიწაზე სატელეფონო ანძებთან, რომელიც ცდილობენ ტელეფონებთან დაკავშირებას? ხო, ისინი დახრილია მიწისკენ, იმისათვის, რომ მიიღონ სიგნალი ადამიანისგან, რომელიც გადაადგილდება მიწაზე. ასე რომ ძალიან რთულია კავშირის დამყარება, როდესაც ჰაერში ხარ. თუ რა თქმა უნდა ძალიან დაბლა არ დაფრინავ. გამოდის, რომ თეორიულად მობილურს შეუძლია შეეფერხოს მიწის ზედა კავშირგაბმულობა, მხოლოდ აფრენის და დაფრენის დროს. და თანაც თავად FCC-ს ეს არასდროს გამოუკლებია. მეტიც, 2005 წელს მათ კონგრესის წინაშე განაცხადეს, რომ კანონი, რომელიც 800 MHz-იან სატელეფონო გამოყენებას კრძალავს ჰაერში, შესაძლოა არ იყოს საჭირო მიწის ზედა სატელეფონო კავშირგაბმულობის დასაცავად. როგორც ვიცით, მობილურ ტელეფონს არასდროს გამოუწევია ავიაშემთხვევა. კარგი, მაგრამ რატომ სარგებლობთ იგივე წლების წინ გამოგონებულ წესებით და რატომ ვთიშავთ მობილურებს? წარმოიდგინეთ, მფრინავი ემზადება დასაფრენად, ყურადღებით უსმენს ავიამეთვალყურის საუბარს და საუბართან ერთად მას ყურში ესმის ბი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 ბ. ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას ტელეფონი არ აქვს გამორთული ან გადაწყვიტა, რომ ისარგებლოს ჰაერში. შეუძლია ერთ ტელეფონს პრობლემები გამოიწვიოს? ალბათ არა. შეუძლია 200 ტელეფონს? შესაძლოა, კი. იმის მაგივრად, რომ ყველას მივცეთ საშუალება მიწიდან 200 მეტრ სიმაღლეზე Instagram-ის გვერდის სკროლოს და განაახლოს, გვირჩევნია ვთხოვოთ ყველას, რომ გამორთონ ტელეფონები. მაგრამ ერთი დიდი მაგრამ. Airplane Mode შეიძლება მალე წარსულს ჩაბარდეს. ევროპას უკვე მსგავსი მოთხოვნები აღარ აქვს და ავიახაზებისგან ითხოვს, რომ 5G სერვისი იყოს ხელმისაწვდომი ყველა ევროპულ ფრენებზე. ასე რომ მალე შესაძლოა ამ დისკომფორტსაც დავემშვიდობოთ.